ეს შემადგენელი ნაწილი იყო ერთ-ერთი აი მთელი სპექტაკლის. მე ესე ვფიქრობ, რომ გარკვეულ წილად გამოვიდათ, მაგრამ ძალიან უნიათოდ. სასამართლოში შეტევა მოსამართლეზე თავიდან, რომ ეს სასამართლო არ არის და საერთოდ მისი გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს, ეს ადვოკატის ვრცელი ტირადა იყო და მე მიკვირს მოსამართლემ ესეთი შეურაცხყოფისთვის რატო არ მიიღო სათანადო ზომები ამ ადვოკატის მიმართ. უკვე ესეთი შეურაცხყოფა სასამართლოსადმი მეორეა, რომ აი ფიზიკურად შეეხო. შემდეგ იყო ის, რომ თითქოს და ევროპარლამენტარების დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან იმ წერილის საკმაოდ მშვიდობიანი და კორექტული წერილის გამო, რომელიც მივწერეთ სახალხო პარტიას, ესეც არ იყო ისეთი საომარი თემა და ვერ გაბუქთა სათანადო დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ძალიან უცნაურმა ჯგუფმა მისი ელჩების კლუბი, მამუკა ჟღენტი და გიორგი ბადრიძე გამოვიდნენ და რაღაც წარმოუდგენელი ბრალდებები წამოაყენეს და შემდეგ მესამე უნდა ყოფილიყო უკვე კულმინაცია, ანუ შეტევა და ნგრევა იმ სიტუაციისა, ისეთ სიტუაციის შექმნა, რასაც აი გვარამიამ ეხლახანს უწოდა წითელ ხაზებზე გადასვლა, მაგრამ არ მოხდა არაფერი. ევროპელების რაღაცა პარტიული ჯგუფი ნამდვილად არსებობს, რომელიც მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას და ეს რეალობაა და ამაში არაფერი არც გასაკვირი, არც ნერვებასაშლელი არაფერი არ არის. ჩვენი წერილი ძალიან კორექტულია და სრულ ინფორმაციას იძლევა რუსთავი-ორთან დაკავშირებით, წილებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ ადამიანთან დაკავშირებით და მშრალი, უემოციო წერილია ინფორმაციით იმის თაობაზე თუ რა ხდება რუსთავი-2-ის ირგვლივ. ამასაც არ მოყოლია დიდი რეზონანსი 13-მა ევროპარლამენტარმა, 400-ზე მეტი ევროპარლამენტარი იცით. გააკეთა განცხადება, რომ არ მოწონთ ჩვენი გზა, რომელიც დაკავშირებულია სტალინის ძეგლების დადგმასთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. იცით თქვენ ესეც ნანახი გაქვთ ეს განცხადებაც. ამასაც არ მოყვა არავითარი რეზონანსი, იმიტომ რომ აქ საელჩოებიც არიან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და აი ამან მე მგონი დაწუნებული მაშინ შეიძლება იყო, როდესაც ფაქტები კიდევს, მაგრამ აი ჩანს ემოციურად, რომ გამოიყვანა წყობილებიდან აი ამის ყველაფრის ორგანიზატორი სააკაშვილი, რომელმაც ჩათვალა, რომ საჭიროა რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლა. ნიკა გვარამიას ეხლა ამ წუთში ჩატარებული ბრიფინგი, ეს არის დაბნეული ადამიანის ბრიფინგი, რომელიც პასუხისგებლობას ვერ იღებს არა თუ უცხოპირების მიმართ, არამედ თავისი თანამშრომლებიც, შესანიშნავი გოგოები, ბიჭები, რომლებიც მუშაობენ საკმაოდ პროფესიონალურად, თუმცა ვფიქრობ, რომ არასწორ დავალებებს ასრულებენ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ იმაზე არ არის დამოკიდებული, სიუჟეტები კეთდება, იცით თქვენ, გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული და ესეც არ არის, არაფერი გასაკვირი არ ხდება. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არიან ტელევიზიები, მაუწყებლები, მედია, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს და პოზიციას გამოხატავს. არც ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. და არც დეზინფორმაციაში. ხალხი მიაჩვია და იცის. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ აი ესეთი როგორ გითხრათ, ფაცი-ფუცით აპირებდნენ რაღაცა გარკვეული პროცესების დაძვრას საქართველოში. აი ამაზე მეტყველებს ეს გადაცემა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას სააკაშვილს მიზნად ქონოდათ გვარამიას ასე ვთქვათ, მსხვერპლად შეწირვა. და ამასთან დაკავშირებით რუსთავი-2-ის მთელი კოლექტივის დარაზმა რაღაცა გარკვეული ფიგურების გარშევა, მაგრამ რეალობას ვერ აფასებენ. სხვა არის რეალობა.
ეს ჩაკეტილი სექტანტური ჯგუფი, რომელიც მოქმედებს, ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ თუნდაც ამ ტელეკომპანიაში, აქ გარკვეული შეხედულებები, გარკვეული მოსაზრებები და ეს არ არის ერთ პოლიტიკურ ჩარჩოში ჩაკეტილი გუნდი. ეს ისეთი მსუბუქი შეფასება გავაკეთებ, ჩემი აზრით ახლოს არის ეს ანალიზი ვითარებასთან, მაგრამ არსებობს მეორე უფრო მძიმე მხარე, ტრაგიკული მხარე, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში საქართველოს ავტორიტეტის შეურაცხყოფას იმ ფაქტებით, რომელიც გამოვლინდა და რომელსაც ქვია წამების არაადამიანური მოპყრობის და კაცობრიობის წინაშე დანაშაული. გარდა იმისა, რომ კრიმინალური დანაშაული, ეს არის აი ამ ჩადენა ამისი, გადაღება ამისი, ტირაჟირება ამისი არის დარტყმა საქართველოს ავტორიტეტზე, გინდა ეკონომიკურზე, გინდა პოლიტიკურზე და გინდა მორალურზე. და მეორე მიმართულება, რომელიც დღითი დღე ვითარდებოდა, ეს არის წმინდა კრიმინალური ისტორია. მე არ ვიცი, როგორ იმოქმედებენ სამართალდამცავები, მაგრამ ქვეყნისათვის არა მარტო საზოგადოების დაცვაა საჭირო, რაზედაც პრემიერმა ისაუბრა, არამედ ინვესტორებისათვის და ბიზნესმენებისათვის, რომლებმაც ძალიან გაზარდეს ბოლო პერიოდში აქტივობები საქართველოში, ჩვენება იმისა, რომ აქ არის სტაბილურობა და ამ სტაბილურობას არაფერი საფრთხე არ ემუქრება. აი ეს არის ჩემი შეფასება ზოგადად სიტუაციის, ფიქრობ დავაკელი ბევრი, მაგრამ გრძელი განცხადებები. ბატონია, რამდენად კანონიერად არის ეს ჩანაწერები მოგვაგული ამის შესახებ უკვე არასამთავრობოებიც საუბრობენ. არასამთავრობოები რაღაც ბოლო პერიოდში ხო მივაჩვიეთ, რომ არასამთავრობოები ვიტყვით და უცებ წარმოვიდგენთ დიდ მასას ადამიანების, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, არის რამოდენიმე ყველაზე პოპულარული, თავის მოსაზრებები გააჩნიათ ამასთან დაკავშირებით, მოსმენებთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ინსტანცია, რომელმაც უნდა თქვას ეს დასკვნა. საზოგადოებაში არის აზრი, რომ იყო მოსმენები. რამდენად კანონიერი იყო, არ შეიძლება იცოდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ვინ ჩაიწერა? მაგალითად, მოვიყვან ერთ თემას, რა აღარ მინდა ეს გაუპატიურებების საკითხი. ხალხს ის კი არ აინტერესებს, ვინ აუპატიურებდა და იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული. ვინ გადაიღო, ვინ გააკეთა ტირაჟირება, სად გაუშვეს? გეგონება ეს არის მთავარი საკითხი. მნიშვნელოვანია რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი მაგალითად ვამბობ, რომ რუსეთის ფედერაციაში პუტინისთვის ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პუტინს გაენეიტრალებინა, რომ დაეხატა სიტუაცია, რომ ეს ძალა აპირებს რეალურად მოქმედებას, რათა გადატრიალება მოხდეს სახელმწიფოში. ამისთვის რა არის საჭირო? პოლიტიკური მხარდაჭერა და რასაკვირველია დიდი ფული. სწორედ ამ თემებზე ერთ-ერთი ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ესაუბრება ამ ოპოზიციონერებს, როგორ უნდა იმოქმედონ, რომ ეს ორგანიზებული გამოჩნდეს, ვინ სად უნდა გამოვიდეს, რომელ მიტინგზე, აშკარად ნათლად იძახის ერთ-ერთი ჩვენი მოკავშირე დასავლური ქვეყნის დედაქალაქს ასახელებს, საიდანაც დიდ ფულს ჩამოიტანს და მეორე მოკავშირე ქვეყანას ასახელებს, საიდანაც პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ამ ოპოზიციას. დაიჭირეს ყველა ოპოზიციონერი აღარ არსებობს. ის აღარ არის, დაიჭირეს აი ამ ბრალდებებით. ამაზე ძებნა გამოაცხადეს ვითომ აი ვინც ამას ესაუბრება და ჩანაწერია გაკეთებული. ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ როგორ ხდება ესე, რომ აკეთებენ ჩანაწერს, ჩანაწერში ჩანს, როგორ ანადგურებენ ოპოზიციას და რა მეთოდებით
და ეჭვი გამოვთქვი მე პირადად და ბევრმა ჩემმა კოლეგამ, რომ როგორ ხდება ეს. რომ იმათ იჭერენ, ვისაც ვინ ჩაწერაში ღებულობს მონაწილეობას, ბელორუსიაში იგივე მოხდა, უკრაინაში, როდესაც თვითმფრინავებით მოჭიდავეებს ვაგზავნიდით. და ამას რო ამბობ, იცი რა პასუხს გაძლევენო? ესო იმან ჩაიწერაო, FSB-მ. რუსებმა ჩაიწერესო. არსი საკითხის რაში მდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ არ არის ოპოზიცია ბელორუსიაში, უკრაინაში და ფაქტიურად ტიმოშენკომ, რომელსაც მოჭიდავეებით ვეხმარებით, გარკვეული დარტყმა მიიღო მისმა ავტორიტეტმა სწორედ არჩევნების წინ. და 3-4% დააკლდა სულ, რომ გაემარჯვა იანუკოვიჩზე. აი ამას რომ ვამბობთ ამას, ის გეუბნება რომ ჩაიწერა რუსეთის იმან დიახ, შეიძლება რუსეთმა ჩაიწერა. შეიძლება იმან ჩაიწერა, რა ქვიან, დაპირისპირებულმა საკმაოდ მძლავრმა ჯგუფმა, სააკაშვილთან ეხლა დაპირისპირებულმა ადამიანებმა. შეიძლება ოფიციალურად მიღებული თანხმობით ჩაიწერეს. ამას ყველაფერს თავის პასუხი მიეცემა. გამოძიება არ უნდა დაიწყოს, როგორ ფიქრობთ ამასთან? რასაკვირველი გამოძიება ყველაფრის ყველა მიმართულებით უნდა დაიწყოს. წინა ხელისუფლებისთან ყოველთვის ეს იყო პრეტენზია, რომ ისინი უსმენდნენ. გასაგებია, მაგრამ როგორ არის, იცი, შედარება ვითარების მაგალითად შემოტანილია პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი. სასამართლო მონაწილეობს და პოსტფაქტუ კი არ აძლევს იმას თანხმობას მოსმენაზე. ჩართულია ამ საკითხებში. მე რა თქვენ გახსოვთ ამ მოსმენებთან დაკავშირებით დიდი ამბავი იყო ატეხილი და გვთავაზობდნენ რომ 152 პროვაიდერისთვის შეიძლება ციფრი ოდნავ მეშლება გადაეცათ მოსმენის მიყურადების და წაკითხვის უფლება იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა და არა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. ეს იყო რევოლუციური ჭყალებში მოსაზრება, რომელიც განაპირობებდა იმას, რომ უკვე 152 პატარა შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა შექმნილიყო, იმიტომ რომ ესეთ თემაზე, როდესაც გარშემო არის ტერორისტული საფრთხეები, ომი მიმდინარეობს ნამდვილი, მესამე მსოფლიო ომი არ მინდა დავარქვა. და აი ესეთ ვითარებაში, რომ გაფანთულიყო ეს რესურსი და კონტროლის გარეშე მომხდარიყო ამის განხორციელება. უცხოელი ჩვენი კოლეგები არ იყვნენ თანახმად. უკეთესია კონტროლის ქვეშ ყავდეს ერთი სტრუქტურა და თუ უკანონოდ გაავრცელებს რამეს მას მოთხოვო პასუხი, ვიდრე კუდები ეძებო საიდან ვინ როგორ გაჟონა და რა გააკეთა. მე არ დავასახელებ გვარებს, იმიტომ რომ მგონია რომ იქ შვილი უყურებს, ან ცოლი უყურებს, ან შეყვარებული, ან მშობელი და რაღაცა ცუდ იმაზე რო იმაშვები ასახელებ ცუდ ფაქტთან დაკავშირებით, მგონია რომ რად გადავექცევა. ან ჩვენი შემდეგი თაობა ხო უნდა შერიგდეს. მაგრამ ჩამოთ თქვენ თვითონ ხო იცით ვინც არიან. ჩამოთ ცია აიღეთ რა, ვინ სხედან ერთად და ვინ ამბობს რომ თურმე საარჩევნებთან დაკავშირებით არასწორი პოზიციაა და ჩვენ თურმე თვით იზოლაციაში ვართ, გუშინ ერთმა გენიალურმა ადამიანმა განაცხადა. და თვითონ თურმე არიან იმაში, საზოგადოებრივ ხარდაჭერაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა რო გააკეთა განცხადება. ასე რომ აი ეს მთელი კომპონენტები მე რაზეც გესაუბრეთ, არის შემადგენელი ნაწილი, ერთი სამწუხარო შემადგენელი ნაწილი იმისა, რასაც ქვია დღევანდელი რეალობა. მთავრობას მოვუწოდებ მაქსიმალური მართლაც თავშეკავებით მიუდგეს ყველაფერს და საზოგადოება იყოს წყნარად, ყველაფერი კარგად იქნება. ვითარება ასე თუ ადრე თუ გვიან დასტაბილურდება და მოგვარდება. განსაკუთრებით ეკონომიკურ, სოციალურ თემებზე ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ეს 2 მილიარდიანია მთლიანად ეხლა რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია ინვესტიციები, მათ შორის 2015 წლის ბოლომდე გაიხარჯება საკმაოდ დიდი თანხა ჰესის მშენებლობა მხედველობაში. არიან რაღაც ებრაულმა ბიზნესმა უკვე შემოიტანა, დაიწყო 3 სასტუმროს და 1 რაღაც ტექნოლოგიური
იმის მშენებლობა. იქ რუსთავში მედიცინის ინსტიტუტი შენდება, ტვილდიანის სახელობის ფილიალი. იქ ზუგდიდში საავადმყოფო დამთავრდება, მცხეთაში უშველებელი პროექტები კეთდება და დაიწყება რამოდენიმე ესეთი სერიოზული მნიშვნელოვანი მსხვილი საინვესტიციო პროგრამა და ფიქრობ თუ ხელს არ შეგვიშლიან ისი აქტიურად ეს ყველაფერი კარგად წავა და დაალაგდება სიტუაცია. დიდი მადლობა.